ჩემო ეს დღეს ძალიან ბევრი რამეს ვიტყვი ისეთ, რაც გადაცემაში არ გინახავთ, ამიტომ აუცილებლად ძალიან გულმოდგინეთ და ყურადღებით უნდა უყუროთ live ჩემი ძალიან საინტერესო რაღაცები მოხდება, ამიტომ აუცილებლად უნდა უყუროთ live ჩემი უსაყვარლესებო ნათლად დაინახავთ და ნათლად წარმოიდგინოთ. ამიტომ მოდი ახლა მხოლოდ იმაზე ვისაუბრებ, რომ აქ ხაუში რა ხდება. 0.333 არის ჩვენი ნომერი. ჩვეულებრივი ინტერესებია ჩემო ახლა. უბრალოდ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ აი ახლა რა უბრალოდ ფაქტებიც მაქვს, ფაქტებიდან გავაგზავნოთ, რომ ჩვეულებრივი ინდური სერიალია, ვინც როგორ გინდა ისე გაიგეთ, მაგრამ ჩვეულებრივი ინდური სერიალი, რომელიც რომლის შემთხვევაში ეს ადამიანები იგებენ, ვინც მხოლოდ სრემლებს ქრიან, ამიტომ ნახეთ რა კაი ვიდეო დავსი. ძალიან მარტივად უპეროიცი რა შედეგი მოხდება ამ ყველაფერს. ეგუები ამ ყველაფერს, ამიტომ ერთი რაღაც მინდა გავაჭრე, რომ ახლა რაზეც ძალიან დიდი, ჰეითი როგორ თქვა, ჰეითიც არ არის, უბრალოდ იმ ადამიანების გულშემატკივრები არიან, ვინებიც ამ შემთხვევაში ესე იგი, მე ვარ ბოსი, ჩემი ვალდებულება რა თქმა უნდა, რომ შევიდე ოთახებში და შევამოწმო აუცილებლად ეს ოთახები თუ რა, როგორ ხდება ამ ოთახებში. იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებით შენიშვნა მიიღეს არაერთმა ბოსმა, რომ ოთახები არ იყო ბოსის მოწესრიგებული, ამიტომ მეც ვარ ბოსი ამ შემთხვევაში და სანამ ვინმე მოვიდოდა და მეთქვა რომ აი შენ ხარ ძალიან ცუდი ბოსი, მაქამდე შევამოწმე ოთახები და ძალიან დიდი სიბინძურე ვნახე. ძალიან დიდი სიბინძურე ვნახე, ამასთან დაკავშირებით გამოხატე ჩემი აზრი, რომ ეს არის ბანანი, დამფალი, ეს არის შანგალი, ნუთელიანი და ეს არის სიბინძურე უბრალოდ. ამასთან დაკავშირებით მე არ უნდა მეძახენ ადამიანები რაღაც თურქი კეკიას თუ რაღაც საცვალ კეკიას, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ვალდებულება. ეს არის ბოსის ვალდებულება, რომ შემოწმოს ყველა ოთახი და ნახოს თუ რა მდგომარეობა ოთახებში. იმიტომ რომ ამის გამო მე ვიღებ დიდ სანქციას, რადგან არ არის მოწესრიგებული და არ არის სისუფთავე ამ ოთახში. როდესაც თქვენ არ გინახავთ გადაცემაში გავიდა რომ მეორეჯერ ეს ყველაფერი გავაკეთე და შევამოწმე, მეორეჯერ უფრო უარესი მდგომარეობა გახდა. კბილის ჭირები, ესე იგი პორტოფელის კერკები და ასე შემდეგ. ესეც გავაკეთე, ასევე მიხეილი ყველგან გადაცემები, ლაივზებიც უყურებთ, ალბათ ძალიან კარგად დაინახეთ ეს ყველაფერი. ამ ყველაფერიდან გამომდინარე, თქვენც დაინახავთ, რომ ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივ მომენტში უბრალოდ მოუწესრიგებული. და მე ვარ ბოსი და ამ შემთხვევაში მე ვიღებ დიდ სანქციებს, რადგან იმიტომ ვიღებ სანქციებს, რომ ეს სანქციები ეკუთვნის სისუფთავეს. ამიტომ მე არანაირი არც საცვალკეკი არ ვარ, როგორც გოგოებმა გაავრცელეს ნარატივი, მე ვარ საცვალკეკი, იმიტომ რომ მათ კარადაში ესე ვიქეკებოდი, არა, ეგრე არ იყო და ძალიან ბევრი ეთქების გაკეთა და ძალიან დიდ მადლობას გიხდით ამასთან დაკავშირებით, რომ გააკეთეთ და დაინახეთ, რომ როგორც კი შევდივარ ოთახში კარადაზე ვიზახე, რომ მე ამ კარადაში არაფერი მესაკრება, იმიტომ რომ ეს არის პირადი სივრცე და ამ კარადაში არ მოქვს უფლება, რომ აი ეს ხელი შევყო რაღაცა გამოვიდა. მაგრამ როდესაც მუზეუმის ოთახში გაჟღერდება ნებისმიერი ადამიანის სახელი, ჩათვალეთ რომ ვერ მოდის სამკუთხედი ხალხო და იმ შემთხვევაში ის ადამიანი ჩათვალეთ რომ ნათესავებმაც კი ზურგი აქციეს ეგრევე როგორც კი მათ ოთახში გაჟღერდება ნებისმიერი ადამიანის სახელი და ერთი სრემლი ეგრევე ჩათვალეთ რომ ის ადამიანი არის სრულიად გაშაული. მოდი ახლა გავიხსენოთ ასევე ის სიტუაცია, როცა ცოტა ხანში შეგვეცდა თინათინმა რომ აი ესეთი რაღაც მანახა. ხალხო თუ მარიამის შუათში არის პრობლემა და ამის გამო ძალიან მაგრად ჩაეჭირეს. და თუ თინათინი იძახს რომ ბავშვებს რა უნდა ასწავლო მარიამს შეეუბნა, მოდი ახლა გავიხსენოთ თინათინმა რა უნდა ასწავლოს ბავშვებს ეს სწორია.
ასევე თინათინი ამახვილებს ყურადღებას და იზახის რომ ესე გაჭირებაში ცხოვრობდიო. მაშინ აი ამ შემთხვევაში რატომ ამახვილებს ყურადღებას რომ რაღაცა დახეული ნასკები რო გაჩვეო მარიამს ეუბნება რაღაც გარღვეული ნასკები. არ ვიცი, შენ გარღვეული ნასკებს მიხედავ. მაშინ ეს ის არასწორია ჩემო მეგობრებო. ის ფაქტი რომ მინდურ სერიალს უყურებთ მხოლოდ და მხოლოდ ეს არის სიმართლე უბრალოდ. იმიტომ რომ ახლა გეტყვით. როდესაც აი ესეთი რაღაც მანახა თინათინმა მაშინვე ესე იგი დიანას გაეცინა ჰა მაგრამ ცოტა ხანში რომ მიხვდნენ რომ ამის გამო ჰეიტი წამოვიდა და გაიგე ინტერვიუს ოთახებში დადგეს სცენები რომელიც სცენებიც იყო დაუჯერებელი და უბრალოდ ინდური სერია დაიწყეს და პირველი რეალი ციკლი აი ეს არის უბრალოდ ინდური სერიალი მეტი არაფერი არ არის ჩემო მეგობრებო და აი ამას თქვენ ვერ ხედავთ მე მასაც არ ამოვიგე უბრალოდ შეგიძლიათ უგულშემატკივროთ და ყველაფერი გააკეთოთ მაგრამ მე ვიტყვი იმას რომ ეს გოგოები იმსახურებენ ფინალში ყოფნას მაგრამ მოგებას არა იმიტომ რომ ეს გოგოები არიან ყველანაირად ნიღბის ქვეშ ამოფარებულები იმიტომ რომ ნამდვილი საქმე ცოტა ხანს გამოიჩინეს როდესაც აი ესეთი საუბარი დაიწყეს ჩემო მეგობრებო როდესაც თინათინი ეუბნება დიანას ეს გადაცემაში არ გასულა მაგრამ სტრიმის ფაქტები მაქვს და შეგიძლიათ ნახოთ და გამოგიგზავნოთ ან დავდებ TikTok-ზე არაა პრობლემა რომ ეუბნება თინათინი დიანას რომ ცოტა ინერვიულეო და შემდეგ უკვე აი დიანას აი ეს 1200 კაცი მეგობრს და უბრალოდ რაღაცას გესმით რომ აი როდის გინახავთ რომ დიანა ეს ეუბნებოდეს გლის გელი რომელიც ქრისტევშია გადაცმული მაგას რომ შენ არ წამოხვალ პატრონის ენიში იმიტომ რომ აი ესე მოიქეცი ხალხო ეს ეხლა არ გეცი მაგრამ მე მეცი უბრალოდ ინდურ სერიალს გავყურებ მეტარავს როგორ ხართ ესე იგი ლელუ ვაფშე გვირგვინია ჩემო მეგობრებო რა ვიცი არ ვიცი პირველი ნაბიჯები ისეთი გააკეთა ლელუ პროექტის საინტერესო ყოფილიყო მართლა უბრალოდ შოკირებულად პირდამჭარია და ეგრევე მაშინვე გამომახვილო ყურადღება რომ ლელუ იყო ის ადამიანი ვის პირველი ნაბიჯი გადავიდა რომ პროექტის საინტერესო ყოფილიყო და თავის მეგობრებთან ჰქონდა დაძაბული სიტუაცია ლელუს ნაბიჯი სასწავლო ორივე არის ფსკერზე რომლის ერიდან ამოსვლა ძალიან რთულია მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი უფრო ძალიან გაისვალა ტალახში და მეორე ადამიანმა იმ ტალახიდან ამოსვლა შეძლო ერთი ადამიანის საშუალებით ანუ ლელუს საშუალებით შეძლო გოგოები ამოსულიყვნენ ტალახიდან თავისი ცრემლებით და თავისი დრამებით და თავისი ინდური სერიალებით რასაც აქამდე გაყურებინებენ ჩემო მეგობრებო ვაიმე თან მიღე ჩელაივში ვარ გასული 1100 აქტივური. აი ეს არის ყველაფერი რა, რაც ახლა უნდა გითხრათ რა. 0-3-3-305 არის ჩემი ნომერი, ჩემო უსაყვარლესო მაყურებლებო და შეგიძლიათ უბრალოდ უგულშემატკივროთ. უამე თხარ მიიღო? მაგრამ კიდევ ერთხელ ნახეთ როგორ ლამაზი ვარ ხალხო. მუსები იმსახურებენ. შეხედათ დივა ზუსტად საკამდე მოვიდნენ და აუცილებლად იმსახურებენ ფინალს და ამაში ხმას არ ამორობენ ისინი იმსახურებენ ფინალს მაგრამ ისინი არ იმსახურებენ მოგებას რომ ისინი არ არის ის ადამიანები როგორიც 0-3-3-3-5 რეალურად არ არიან ჩახო და უბრალოდ ინდურ სერიალებს გიგავნა ესეც დასაფასებელია რა თქმა უნდა იმიტომ რომ ესეც თამაშია და ესეც კი ეს მეორე იმიტომ ალბათ რომ ეს ჩემი ახალი ფოტოები რა თქმა უნდა უბრალოდ ეხლა მომაზი ვარ ჩაულებრი მარიონეტები არიან ოღონდ აღარ 0-3-3-3-5 არის ჩემი ნომერი შემოუსაყვარლესო მაყურებელო შეგიძლია შეცდეთ მე გეტყვით რომ ხახო ნახეთ როგორი ლამაზი ვარ ვაიმე აკაც ვანახებ გამარჯობა პასუხი ხო ის და შეგიძლია რაც გამარჯობა მუზები რა თქმა უნდა ვაი ის რა ახალი ფოტოები გადავიღე ძალიან ლამაზი ვარ ვაი მარიამ ჩემო პატარა გოჩო ხალხო არ ვიცი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გულშემატკივრად ხუთზე გაგკაცო ბოლოს სამფიც გამოხდება იმისათვის ბრძოლა ძალიან რთულია იმიტომ რომ ყველანაირად ცდილობენ
მეგობრებო ძალიან ცოტა დრო დარჩა და ნიკას უნდა დავუმესიჯოთ 09033335. მოდით ხა თქვენთან ერთად მეც მივცემ ხმას. Soda is house. მოკლედ შეხვალთ, აქ შეხვალთ და აქ ჯავახას დააჭერთ. აქ ესე. ახლა ნახეთ. ფინალი შემდეგ ყველას არის. ახლა არის ნახევარფინალი და გავიგებთ თუ ვინ მაგარი გულშემატკივარი ყავს. რაღაც მაინტერესებს უბრალოდ ამ ქართული ივენთი გავაკეთე და ამ ქართული ივენთის გაგაკეთებაც კი ანუ რაღაცაი კომენტარის წერეთ რა ანუ აი რაღაც სულ კომენტარის წერეთ აი უბრალოდ ქართველები მაინც არიან ესენი არიან მუზეუმის გულშემატკივრები უბრალოდ რა ესე ადგენენ აზიარებენ პოსტავენ და ესე რაღაცებს აკეთებენ აი როგორი სიბინძურია უბრალოდ ეს ყველაფერი ვერ ხვდები მართლა ანუ ერთი და იგივე აკაუნტები დავამოყავე რომ ჯერ მუზეუმის გულშემატკივრები და შემდეგ ჩემს აი ეს ივენთზე წერენ სულ კომენტარს ანუ ქართული სისხლი მაინც არის წავედი მეგობრებო მიყარხეთ უბრალოდ ზე მოარგებენ ყველაფერს